გამარჯობა, მე ვარ თამარ ვაშაკიძე. დავიბადე, გავიზარდე და ვცხოვრობ ქუთაისში. 10 წლის წინ დავაარსე ტურისტული კომპანია. ჩემივე ჯგუფებისათვის თავიდანვე გამიჩნდა სურვილი ექსკურსია ქუთაისში თავადვე ჩამეტარებინა. ყვებოდე ქუთაისზე, აცნობდე ქუთაისს მრავალ უცხოელ თუ თანამემამყვრებს. არის ძალიან საინტერესო პროცესი და ამ პროცესს კიდევ უფრო საამაყოს თვითონ ამ ქალაქის ისტორია ქმნის, რადგან განარამდენი არის ქალაქი, რომელიც ამოდენა ისტორიით დაიკვეხნის. ქუთაისი, რომელიც 3500 წლის არის. ქალაქი, სადაც ისტორიის საწყისი წერტილი დინოზავრის ნაკვალევიდან იწყება, ანტიკურ ეპოქაში ვითარდება, შუა საუკუნეებში კიდევ უფრო მაღალ ნიშნულს აღწევს. ჩვენ შეგვიძლია ვიტრაბახოთ და ვიამაყოთ მე-19 საუკუნის ეწიანი წითელი ბაფთით გიტარაზე და უამრავი იმ ქუთაისელი გენიებით, რომელიც ჩვენს ქალაქში ცხოვრობდა, დაიბადა თუ გარკვეულ პერიოდის მანძილზე ცხოვრობდნენ. ეს სწორედ ის ადგილია, ცენტრალური მოედანი, საიდანაც მიყვარს ექსკურსიის დაწყება. ანტიკურ ეპოქაში მოგზაურობა სწორედ ამ შადრევნის მეშვეობით იწყება. პირველი წყაროები ეს უკვე ელინისტური პერიოდის პოემებია. ეს არის ჰომეროსი, ეს არის ილიადა ოდისეა, ეს არის არგონავტიკა, სადაც უკვე კოლხური სამეფო მოიხსენება და მოიხსენება მის დედაქალაქად ქუთაისი, იგივე აია. დღეს მე არ დავიწყებ ამ გადაცემის მოკლე ფორმატში ამ უდიდესი ისტორიის გადმოცემას. უბრალოდ ხაზს გაუსვამ იმ უნიკალურ მეთოდებს ოქროს დამუშავებისას, რაც კიდევ და კიდევ უფრო მაღალ რანგზე აწევს ამ მდებარეობას, კოლხეთს, იმერეთს, დასავლეთ საქართველოს, რადგან თუ კი იმ პერიოდში უკვე ოქროს დამუშავების ესეთი სტანდარტები და ტექნოლოგიები არსებობდა, ესე იგი ჩვენ ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ვიყავით. ჩვენს ფანტანს ამშვენებს მრავალი მითიური ცხოველი, მათ შორის არის ლომი, ირმები, აგრეთვე არის მაღლა სასაფეთქლეები. ეს არის სამკაული, ოქროს სამკაული, რომლის კიდევ ერთი სახელწოდება არის ზილფი. და სწორედ ფესი გაბაშვილის ლექსში ტანო ტატანოში, აი ზილფოკავებო, სწორედ უკავშირდება ამ ულამაზეს ოქროს სამკაულებს და თუ ჩვენ ახლოდან მათ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ იქ არის ძალიან ბევრი მიკრობურთულა, ოქროს ბურთულა. აი რომ უფრო ალეგორიულად ესე მოვიტანოთ თემა, გინახავთ გაყინული ოქროს წვიმა, გინახავთ ნამი, რომელიც ელვარებს ლითონზე. ეს არის ცვარას ტექნოლოგია, რომელსაც უკვე ძველ კოლხეთში ფლობდნენ. ქუთაისში ჩამოსულ სტუმართათვის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი არის ბაგრატის ტაძარი, რომელიც უქიმერიონის გორაზე მდებარეობს და ეს არის ერთ-ერთი პირვანდელი უბანი, სადაც ქუთაისი დაარსდა. ეს არის ჩვენი ცნობილი მესხიშვილის თეატრი, დრამატული თეატრი, ოპერის თეატრი. ეს არის უნიკალური ბაღი, ბულვარი, რომელიც უკვე 205 წლის არის. ეხლა მე მინდა ჩვენ გავიძრათ თეთრი ხიდისაკენ. იქ უამრავი წარწერა არის ამ ხიდზე და აი ქუთაისლების სულისკვეთება, მათი ხასიათი, მათი ისტორია თითქოს გადმოცემული არის ამ წარწერებში, მაგრამ ერთი არის ჩემთვის უნიკალური, რომლის ერთ წინადადებაში ძალიან დიდი არსი დევს. ქუთაისის დუქნები უეცრად პარიზის ლიტერატურულ კაფეებად გადაიქცნენ გრიგოლ რობაქიძე. რა გამოდის, რომ ერთ დღეს ქუთაისურმა სამიკითხველებმა გადაწყვიტეს ფრანგული ლიტერატურული სტილის კაფეებად ქცეულიყვნენ და აღმოჩნდა, რომ უამრავმა ქუთაისელმა ფრანგულიც ძალიან კარგად იცოდა. ეს სწრაფვა ევროპისკენ ყოველთვის გქონდა. ჩვენ ახლა მივემართებით პირველი სკოლისკენ, რომელიც არის ცნობილი როგორც
თავის დროზე ერთადერთი გიმნაზია, ვაჟთა გიმნაზია, სადაც სწავლობდა უამრავი გენია, რომელზეც დღესაც დგას ქართული სახელმწიფოეობიობა. იქ არის მემორიალური დაფები და მე ბევრი ვიფიქრე, თუ რომელი ერთი უნდა შემერჩია დღევანდელი გადაცემისთვის, ვიზე უნდა გვესაუბრა და რადგან ამ ევროპისკენ სწრაფვით თავს ვიწონებთ, მოგწონს. გადავწყვიტე, რომ ეს პიროვნება ყოფილიყო ნიკო ნიკოლაძე, რადგან სულხან საბა ორბელიანის შემდგომ ესეთი ინტელექტუალი, რომელმაც გაჭრა ფანჯარა ევროპაში, არც კი ყოლია. და აი ის ორი მემორიალური დაფა, რომლითაც ვამაყობთ არა მარტო ქუთაისლები. ამ ეტაპზე ეს სკოლა არის ჩვენი საყვარელი პოეტის აკაკი წერეთლის სახელობის. სკოლის გვერდზე თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლი, რომელიც აგრეთვე ამ სკოლაში სწავლობდა და რამდენს ნიშნავს ადამიანი, რომელიც ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა, სწორედ ამ სკოლაში სწავლობდა. მაგრამ მე კიდევ და კიდევ დაუბრუნდები იმ ევროპეიზაციას, იმ თემას, იმ სწრაფვას ევროპისკენ და ამიტომ კიდევ ერთხელ გავუსვობ ხაზს, რატომ ნიკო ნიკოლაძე დღევანდელ ჩვენს გადაცემაში. ეს იყო საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, რომელსაც ეხება ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა საქართველოში, მათ შორის საბანკო სისტემაში, საგადასახადო სისტემაში, ის ბანკებს ავალებდა სოფლის მეურნეობის დაფინანსებას, მის სახელს უკავშირდება ტყიბულისა და ჭიათურის, ქვანახშირისა და მარგანუმის მოპოვების განვითარება, რკინიგზის ხაზის დაარსება საქართველოში, ფოთი, თბილისი, შემდგომ ბაქო, ანუ უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი მათ შორის. მე მინდა კიდევ ხაზი გავუსვა იმას, რომ ნიკო ნიკოლაძე არის პირველი ქართველი, რომელმაც სამეცნიერო ხარისხი ევროპაში მიიღო და ის ძალიან დიდ ყურადღებას ანიჭებდა განათლებას. სწორედ მან მე-19 საუკუნის 80-იან წლებში წარჩინებული ქართველი ქალბატონები, გოგონები სასწავლებლად გაამგზავრა უმაღლესი ცოდნის მისაღებად ევროპაში, ეს იყო პარიზის სორბონის უნივერსიტეტი და შვეიცარიის ციურიხის უნივერსიტეტში. ევროპაში მიღებული განათლებით ქალბატონები ბრუნდებიან საქართველოში და ის ქალბატონები, რომლებიც დაბრუნების შემდეგ ერთ-ერთი მათგანი მაგალითად ხდება პირველი ქართველი ექიმი საქართველოში, სამი ქალბატონი, რომელიც არიან პირველი პარლამენტარი ქალბატონები საქართველოში. ეს ყველაფერი უკავშირდება ნიკო ნიკოლაძეს, ქუთაისს და ჩვენს ქალაქს. დროის პატარა მონაკვეთში, რაც ჩვენ გქონდა, ჩვენ მოვიარეთ ქუთაისი და უკვე ვიცით, რა იქნებოდა ქუთაისი საქართველოს გარეშე და რა იქნებოდა საქართველო იმ ცნობილი ქუთაისლების გარეშე. სწორედ ესეთი პარალელის გავლება შეგვიძლიათ ერთიან ქართულ კულინარიასა და ცალ-ცალკე რეგიონალურ სამზარეულოებს შორის. იმერული სამზარეულოს გარეშე ქართული კულინარია ვერ იქნებოდა. ამიტომ დღეს ჩვენ ვიმყოფებით სოფელ გელათში, აგროსახლ ქორენაში, უმშვენიერეს და უგემრიელეს მასპინძელთან მაიკოსთან, რომელიც რამდენიმე იმერულ კერძს გაგვაცნობს, მოგვიმზადებს და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი ერთად დავაგებოთ. მაიკო, გამარჯობა. გამარჯობა. აი, შენამდე მოვედით და იმერული სამზარეულო ხო საერთოდ ცალკე განზომილებაა და ამ განზომილებას შენ უნდა გვაზიარო დღეს. იმერული სამზარეულოს მაგალითად მე თვითონ ვუწოდებ არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას, იმიტომ რომ ეს არის სამზარეულო, რომელიც არის ამოუწურავი, უსაზღვრო და ვფიქრობ ჩვენ კიდე კარგახანს ვერ მივალთ ბოლომდე იმდენი რაღაცა შეიძლება ამაზე ილაპარაკო. რა თქმა უნდა. თუმცა ეხლა ჩვენ ვიმყოფებით ყიბულის მუნიციპალიტეტში ვართ, ოკრიბა უფრო ეს, ოკრიბის მხარესა ვართ და იმერეთი, თუმცა მე მაინც ვაღვნიშნავ, რომ ოკრიბა არის და ოკრიბას კიდე ცალკე ნიშა აქვს რაღაცეების. მაგალითად მე მახსოვს ბებო ამბობდა, რომ წითელი ლობიო, წიფწა ლობიოს ეძახს და წითელი ყანის ლობიოს ეძახს და იმერულად წიფწა ლობიოს. და ეს წიფწა ლობიო იყო განსაკუთრებული რაღაცა, რა ვიცი, აი ბებო რო აკეთებდა ამას, სურნელი ეხლა სხვაში მიტრიალებს და იმდენად კარგად აკეთებდა ვერიკო ბებო, რომ განთქმული იყო თავისი წითელი ლობიოს
ვიცი რა ქვია, რეცეპტით და მე მამა ჩემისაც უყვარდა ეს კულინარია და მამაც ესე გააგრძელა ამის გაკეთება. რა არის იცით ამისი განსაკუთრებულობა? აი ამ ლობიოსთან ერთად, ყანის ლობიოსთან ერთად იხარშება პრასი. და ამას ქვია პრას შეხარშული წითელი ლობიო. და იმდენად რაღაცა სხვა არომატი აქვს ამ პრას შეხარშულ წითელ ლობიოს, რომ წარმოუდგენელია მისი სურნელი დაგავიწყდეს, იმიტომ რომ არაფერი ფაქტიურად ინგრედიენტი შემწვარ მოხარშულ და მოხრაკული არ აქვს, ცოცხალი ინგრედიენტია ყველაფერი და რომელიც აი ესე პრასი, ყველანაირი მწვანილი, ქინძი რა თქმა უნდა ცოტა უფრო მეტი, ჭლაკვი, მწვანე წიწაკა და ეს ყველაზე ისეთი ამის ინგრედიენტი, რომელიც ფასდაუდებელი არის, ეს გახლავთ კვაწარახი. კვაწარახი მინდა გითხრათ არის ისეთი რამე, რომელიც არა მარტო ლობიოსთვის არის განსაკუთრებულად კარგი, აი ჩემს ბავშვობაში ახლა მე იმდენად დიდი ასაკის არ ვარ, რომ ამ თემაზე ესე განვავრცო, თუმცა მე დღესაც კი როცა ყელის ტკივილი მაქვს ძალიან და ეს გრიპი ანტისეპტიკია ჩვეულებრივი. საოცარი ძალა აქვს ანთებითი პროცესისთვის, განსაკუთრებით ყელ-ყურწ ღვირისთვის. და საოცარ პიკანტობას მატებს სხვადასხვა კერძებს, მათ შორის ლობიოს. სტუმრები რომ მოდიან ჩემთან, ლობიოს როგორც იმერულ ტრადიციულ კერძს ითხოვენ და ჩვენ მენიუში გვაქვს. ყველანაირად ვაკეთებთ, ანუ სტუმრებისთვის ძირითადად ვაკეთებთ კვაწარახიან გემოს დიდად ვერ გებულობენ. არიან შეფები, რომლებიც მოდიან სტუმრად და მეუნებიან განსაკუთრებით, უფრო იციან აი ეს რაჭის ლობიოს ვეძახით, ბათუმურას კიდე ეს თეთრი ლობიო როა ნიგოსში გაკეთებული, უფრო ეს გემო და ნიგზით ლორი სხვადასხვა ვარიაციებია, მაგრამ კვაწარახიანი არის იმერული. კი ბატონო. ეხლა ამისი მთავარი კერძი, ამის მთავარი ინგრედიენტი მაინც გახლავთ ჭლაკვი და პრასი. და მე ვიწყებ ეხლა ამ ინგრედიენტების მომზადებას. მაიკო, ესე იგი უკვე დატრიალდა სურნელები და უბრალოდ მაყურებელს რო უთხრათ, აქ რომელი ლობიო არის, რამდენხანს იხარშებოდა, ქოთანში მოხარშე თუ ესე გამოგვიტანე ახლა, ანუ ეს ყველა საიდუმლო გაგვიმეწონა, თამარ, ქოთანში მოხარშე თუ ისე გამომეწონა. რა ვიცი, ზოგან ეგრე შვებიან. რა გვიჭირს ჩვენ მაგის პასი? არაფერი. დილიდან ბუხარი გვიზგვიზებს. კი ბატონო. ესე იგი, აქ არის წითელი ყანის ლობიოს, ეძახით ესე იმერეთში. მე როგორც გითხარით, ბებიაჩები წიწალობიოს ეძახდა ამას, წითელი წვრილი ისეთი კაკლები არის. და აი ეს ლობიო უკვე მზად გქონდა, იმიტომ რომ ამ წითელ ლობიოს განსაკუთრებით დრო უნდა, ბევრი უნდა ხარშვა. ნუ სადღაც 1-3-4 საათი მაინც უნდა და ამიტომ დაგახვედრეთ მომზადებული ეს წითელი ლობიო. აუცილებლად ვუცვლით წყალს. ლობიოს ერთ გადმოხარშვას. თუ მაგალითად ღამე ჩალბობილს დავტოვებთ, მაშინ აღარ ვუცვლით წყალს, იმ წყალს გადავუყრით და ხარშად, თუ ვერ ვასწრებთ რომ იყოს ჩამბალი, მაგ შემთხვევაში ერთ წყალს გამოვუცვლით ხოლმე. ყველაზე კარგი ამ ლობიოს რაც აქვს, კიდე ერთი უნდა აღვნიშნო, ესე იგი ლობიო ხო აი პატარებისთვის ცოტა ძნელად მოსანელებელია ბავშვებისთვის და ამ ლობიოს პირიქით პატარებს უხარშავენ ჩვილებს, მინდა გითხრათ, როდესაც უკვე ისინი ჭამას იწყებენ, უხარშავენ და რამოდენიმე გაჭყეტილ კაკალს მიაწვდენ, იმიტომ რომ რკინას შეიცავს ძალიან და რკინას, ცილას, გემოგლობინისთვის არის უებარი. ამისიც ეს არის, რომ არ წყენს, ანუ შეფერილობას არ იწვევს პატარის ორგანიზმში. რა მოგაწოდო, მაიკო? ანუ ძალიან საინტერესო პროცესია ყოველი ეტაპი. და რატომ მაინდა-მაინც ქვასანაყი და არა ჩოფერი, საჭყლეტი, აი ეგეც რომ ეს საიდუმლოც ბარემ გაუმხილოთ მაყურებელს. აუცილებლად ეხა პირველი ის რომ რა ვიცით ეხა ჩოფერი და მაგნაირებს სოფლელები. ჩვენ მარტო ვიცით ქვასანაყი და როდინი და მაგას რო ვისწავლი რა არის.
აი მერე ვისაუბრებ. იცი და რატომ ეს მაყურებელს გააცანი, რატომ ქვასანაყი? სხვა შორის ვერანაირად ამ გემოს ვერ დაეწევა ვერც შოფერში და ვერც ბლენდერში გაკეთებული გემო. სუნი პირველი რაც სურნელს ვერ ამოიყვა. იმ სურნელს ვერც შოფერიდან და ვერც ბლენდერიდან რაც ქვასანაყის და დოდინის ხმარების დროს მოდის. და მეორე კიდე აი ამაში ხო ბოლომდე შოფერივით არ ვერ დააკუცმაცებ ამ ყველაფერს. ის რო ხდება ის კონსისტენციაც არის საიდუმლოება. რა ვიცი, ჩვენ მაგალითად გამხელილი უკვე. ჩვენთვის მაგალითად ძალიან იშვიათად რო ვიხმაროთ. როგორ ახლა რაღაც ბევრ დიდ რაღაცებს რო ვაკეთებ, ვიცუფრებს ჭირდება, თუმცა ძალიან ვცდილობთ რომ მაინც ამაპაპურ ტექნოლოგიას მიუყვეთ და არ უღალატოთ. ვაჟებს მინდა გითხრა ბევრი ჩვენთან ახლა აგერ ირგვლივ სოფელში მაცხოვრებლები, ჩემი ახლობლებიც, ნათესავებიც, ბიძოლაჩემი, მაინც ამას ხმარობენ. დაგეხმარო? აი, შენ თუ მინდა აქ თავარია ეს წვენი არ შეგესხას და ეს მასწავლი და ვებო. ხო. კი. ასე ახლა ქუთაისურად გაბრაჭულა შეიძლება საფლურად ესე ჩაიბარეთ ნამუშევარი ქალბატონო მაიკო. შვენიერი, კარგია. ანუ ეს ბოლო ის არის უკვე გადავედით ბოლო ფაზა გვაქვს ამისი, ბოლო საკმაზე არის და შემდეგ უკვე გადავართ ლობიოს ამოლესვაზე. ეს კიდე ერთი რიტუალია ამ ლობიოსი, მინდა გითხრათ, წიწაკებით ჩავჭერით ჩვენ. სურნელს ხშირად მოგონება მოაქვს ბავშვობა, ლობიოს სურნელი კიდე სულ სხვა არის. ეხლა ვაკეთებ ლობიოს ამოლესვას. ესე იგი მაიკო ამოლეს. კი, და ამის განსაკუთრებულობა კიდე იმაშია, რომ ეს ლობიო არ არის აი ესეთ თხელი მასა არჩება, ძალიან სქელი მასა არის ეს მისი. აი ნახეთ როგორი არის. პროცესი როგორც შენი ბებოს გან გახსოვს ზუსტად ისეთი იყო? ზუსტად ისეთი იყო. უბრალოდ მე ვერ ვიტყვე და არ შემიძლია არ ავღნიშნო, რომ იმ ლობიოს რაღაცა სხვანაირი სურნელი მაინც ქონდა. შენი ბავშვობის სურნელი არის. შენი მოგონებების სურნელი არის. ეს რაღაცეებზე სხვა შორის. ეს როგორი არის ჩვენ გეკეთეთ? საკითხი, ალბათ სრემლები მომდის ხოლმე, იმიტომ რომ ის სურნელი რომ დატრიალდება, ჩემებიც ჩემს ირგვლივ ტრიალებენ ხოლმე და ეგ მზად არის ახლა უკვე? თუ რამე პროცესი კიდე დარჩა. არაფერი აღარ აქვს ამის პროცესი, ერთადერთი ეხა ბუხართან მივდგამთ, გავაჩერებთ ერთი 15 წუთი, რომ კარგად ეს ყველა ინგრედიენტი გავიდეს მოკლედ გემოები კარგად და ეს იქნება სულ. მეტი არა. ესე იგი მომზადდა ჩვენი კერძი საბოლოოდ უგემრიელესთან. სუნი მოდის ისეთი. ვაიმედედა. მე დავმონჯდი. კი. სპაჟოს მეც. ვაიდებეც თქვენ როგორ ხართ? მონატრებული არ მაქვს ეს კერძი, მაგრამ დღეს რაღაცა ძალიან გემრიელი სუნი. რა თქმა უნდა, უნდა გასინჯოთ. მე ავიღებ ჩემ თავზე ამას კი. თქვენ და აუცილებლად უნდა მიგხრათ რაიმე ისეთი თუ არის, რომელსაც არაფერს არ დაგიმალავთ. დამატებით თქვენ. მადლობა. რაღაც აკლია. აბა, მირთმევა. არა, აი შეაუცილებლად უნდა ჭამო კეცის ჭასთან. გვექნება? რა ვიცი, ალბათ. ინგრედიენტებიდან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ შემდეგი კერძი იქნება სოკო მიქსით. სოკო ესე იგი, ყველანაირად კეთდება საქართველოში. აი, ყველაფერი შეიძლება იპოვო ისიც, ასეც, ისიც, მაგრამ მე მაინც დავიბრალებ. შეიძლება მის გულისთვის ვინმე რამე თქვას, მაგრამ დავიბრალებ, რომ იმერეთში იციან, იმერეთიდან არის წამოსული ნიჭიანი სოკოს თემა, იმიტომ რომ იმერლებმა ყველაფერი აქციის ფხლად. კი ბატონო, და ესეც ფხალის სახეობა. ფხალის სახეობა ერთ-ერთი, ესე იგი, ჩვენ სექტემბერი-ოქტომბრის პერიოდი ძალიან გვიყვარს, ну, უფრო შუა სექტემბრიდან, იმიტომ რომ მანჭყარა სოკო არის. ეს გვაქვს შენახული გქონდა ეს სოკო და შენახული სოკოს, ესე იგი, როგორ ვინახავთ, იცით?
შეგიძლიათ ჩირის სახითაც გააკეთოთ, ანუ გამხმარი, შეგიძლიათ გაყინოთ და შეგიძლიათ ბანკაში მოფუფულით შევინახოთ. მე ხარ უფრო ჩვენ ვანიჭებთ ჩირს და გაყინვას, ვიდრე ბანკაში შენახულს და ეს ამ წუთში დაჩირულია. მე მინდა ერთი რამ თქვა, რომ ჩვენთვის ანუ უცხოელი სტუმრებისთვის იმერული სამზარეულო ცალკე გამოყოფილად, ანუ ქართული სამზარეულო არის ერთიანი რაღაც დიდი შთამბეჭდავი რამ, მაგრამ ჩვენთვის ეს არის რეგიონალური სამზარეულო და იმერული სამზარეულო მინდა ვთქვა და აი სიამაყით ვთქვა, მაიკოს ამ დროს აუცილებლად იქნება ამაყი, როგორც იმერელი ქალბატონი, რომ არის საბაზისო. დღეს მაიკო დაგვიმზადებს უგემრიელეს სოკოს ფხალს. გადმოგცემთ მაიკო დიდებულ ფხალს. მე თამარმა ისეთ განავსვეს ყველაფერი, ბევრი დამატება არ შემიძლია, უბრალოდ ვიტყვი, რომ იმერული სამზარეულოს განსაკუთრებულობა არის მისი პიკანტური გემოები და აი ამ სოკოსაც დღეს განსაკუთრებული გემოებისთვის ცოტა მეტს უშვებით იმერლების საკმასებს, ანუ მწვანე საკმაზე იქნება, ხმელი საკმაზე იქნება და რაღაცნაირად მაინც ჩვენ გემოზე მიყვარს. ესეც შენი როდინი. კინძი და კინძი. მასთან ერთად ნიორი. ნუ მოკლედ ახლა გეტყვით უკვე გამზადებული გვაქვს სოკო, მოთუშული, ხავთან ერთად გვაქვს ეს მოთუშული და ახლა უკვე ვამზადებთ ცოცხალ საკმასებს, რომელიც აძლევს სასწაულ გემოს. აი მაყურებელს აუცილებლად დაინტერესებს თუ სად ვიმყოფებით ჩვენ აგროს სახლი ქორენა. თქვენ ახლა იმყოფებით იმერეთი, ყიფულის მუნიციპალიტეტი, სოფელი გელაი, ოკრიბის მხარე. ყოველ დილა მითენდება მადლობა უფალს, რომ აქ მომეცა ცხოვრების საშუალება. თვითონ ჩვენი ადგილი არის აგროსახლი ქორენა. ვართ დაკავებული აგრო და გასტრო ტურიზმით. აგრო და გასტრო ტურიზმი არის სფერო, რომელიც დღესდღეობით საქართველოში კი არა, მარტო მთელ მსოფლიოში არის ძალიან პოპულარული. როდესაც ჩვენ ეს დავიწყეთ 2008 წელში, 2009 ესე დასაწყისი იყო 8 ბოლო, მაშინ აგროტურიზმის სიტყვის მნიშვნელობა დიდად არც მე ვიცოდი და არც არავინ, იმიტომ რომ არ იყო საქართველოში ეს გავრცელებული. მე ძალიან მეამაყება ვთქვა, რომ დასავლეთ საქართველოში ჩვენ ვიყავით პირველი, ვინც აგროტურიზმის თემით დაინტერესდა და დავიწყეთ აგროტურიზმით მუშაობა. ეხლა ძმარი უნდა დაუმატოთ, მეგობრებო, ჩვენ ეხლა აქ დაახლოებით კილომდე ისა გვაქვს მომზადებული მოთუშული სოკო და როგორც ბებია იტყოდა და ჩემები ერთი კუნჩხა ძმარი უნდა ჩაუმატო. და ეს სოკო შენ მოთუშე ზედსა და ხახში. კი, ცოტა ხახვია გოდნავ გემოსთვის და მე ცოცხალ ხავსაც უზამთ. ერთი კუნჩხა ძმარი, რომელიც ნახე როგორი სურნელოვანი არის. მომზადე ხელი. გავაკეთოთ ძველი ტრადიციებით, არ დავარღვიოთ. ამოვუშვიეთ. კიდე? ცოტა კიდე. ოპა. ძმარიც ისეთია. იმერული. აუ. აქ იწყება ჯადოქრობა. მზად ვარ დეგუსტაციისთვის. ყველაფერს ბოლოს გავუკეთებთ სკელი კეცის ჭადრს. ფებში სტუდიაში. სადეგუსტაციო ცოტა დიდი მასაა. ერთი წუთით თამარ. ნუ რა თქმა უნდა, ეს იმერული პეცი გაპრანჭვა, შტრიხები. ერთი დიდი დანაშაული მიკიწყვის. ნიგოზი აქვს ძალიან ბევრი, მაგრამ ამას აღარ ეშველება ჭამის გარდა არაფერი. ჩვენ ცოტა მეცვებით ნიკოს გვიყვარს ძალიან. შემდეგი ჩვენი კერძი რა იქნება, მაიკო?
შემდეგი ჩვენი კერძი და დამახასიათებელი ესეც იმერეთისთვის. დიდად იმერლები ისე განებიურებული კი არ იყვნენ, აი ხორცეული კერძები ძალიან ცოტა ქონდა. ციცილა იყო ერთი სათხესასწაულოდა, ესე წერია. იმერელი გლეხი, ის აზნაური, გლეხი კი არა, აზნაური დაკლავდა ციცილასაო. ხო და წარმოგიდგენიათ ახლა და ციცილა რამდენ ოჯახს ერთ ციცილასა დაკლავდა, 4-5 კაცი და იმერელი ციცილა როგორც ისიც გამოწკებილი იყო, ძვალი იყო და ტყავი მარტო და წარმოგიდგენთ როგორი შეჭირვებულად ცხოვრობდნენ იმერლები, რომ ესეც კი აზიატკებით სანახევროდ ერთად, მაგრამ პეცი არ იკარგებოდა. დატვირთვა ციცილასაც იმერეთისთვის. ტყემალთან ერთად. ანუ ისრი მაყვალი არა დღეს ტყემალი. ტყემალთან ერთად ისე გავაკეთეთ, მე იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ტყემალი მაინც რაღაც ქართული სამზარეულოს კი არა, მხოლოდ ან ქართველის იდენტობის ნაწილი არის ტყემალი. არც არსად მგონია, რომ მე მართლა არ ვიცი იმ ტყემლის წარმოშობის ისტორია საიდან არის, მაგრამ წარმომიდგენე რომ ესეც იმერელი. მოდათ რაღაც ესეც იმერელი ნაბახუსაზე რაღაც მჟავე და რაღაც გემრიელი ძებნაში მიაკვლიეს ტყემალს. ქართული სამზარეულოს ისტორიაში კერძად მოიხსენიება ტყემალი. და მიტომ ცალკე ეპოპეა არის. მიტომ ფიქრობ, რომ ესეც იმერელმა მოიგონა, იმიტომ რომ რაღაც არ ქონდა ეთყობა და აი მითი შექმნა რაღაცა გემრიელი. მე თანახმავარ. სხვა რეგიონები დაგვეცეს ეგა. ეს რა თქმა უნდა ხუმრობის ნაწილი არის, ტყემალი საბაზისო არის და არ მოსულა ჯერ სტუმარი ჩემთან ტურისტი, რომელსაც კითხვა ტყემალზე არ გასჩეროდეს. ქართული соуსი მეკითხებიან. ჯორჯიან соуს ჩვენც ვეუბნებით რომ ეს არის ტყემალი და მე მიდის ახსნა და თუ არის ის პერიოდი როცა ტყემალი გვაქვს ხეზე ან ისე მოკრეფილი ეს არის ყველაზე სასიამოვნო პროცესი თუ არა და მე უკვე ვეძებთ ინტერნეტში რა როგორ უნდა გააკეთო და შენ თუმცა ამ ნოემბერში ომბალოც კი გაქვს უკვე სპეციალურად იმიტომ რომ ნოემბერი როა ისიც მეცინება ისეთ კარგ ამინჩი გვიწევს გადაღება ყველაფრის რაღაცა მზიანი კარგი ამინდი დაგვემთხვა ომბალოს ვინახავთ როცა არის ომბალოს სეზონი ვახმობთ და შემდეგ ამ ომბალოს ასე როდესაც გადავკაზმავთ ტყემალს წიწილისთვის იქნება თუ სხვა კერძისთვის ეს ყოველთვის ნოემბერი იქნება თუ დეკემბერი ომბალოც გვაქვს გადაკაზმვა ხდება ცოცხალი კინძით და სხვათა შორის ისე აღმოსავლეთ საქართველოში იმას რასაც ჩვენ ვეძახით ცერეცოს კი იქ ეძახიან კამას მაგრამ ჩვენთან ცერეცო არის რომელიც აუცილებელი არის ტყემლისთვის ნიორი ცერეცო პინპილს ხელში არ მოგაწოდებ ცოტა ციცაკასაც ვსამთ და ისევ როდინი და ისევ ნიორი. არა, გამზადებული. ნიორი უკვე გვაქვს. გვაქვს, გვაქვს. ამასობაში ჩვენი დილას რო ეზოში დარბოდა ის წიწილა. აგერ წარმოდგენილი გვაქვს. თავი შევწირა ჩვენ. შევწირა თავი. ხო და აი ამ კარგად ყვითლად შეპუტკუნებულ ვარიკას გავატკიცინებთ კეცებში. ესეც ჩვენი შეფიცკინებული წიწილი, რომელიც დილით დარბოდა. უებედა ცხელია. ცოტა მიჭირს. ბოლო შტრიხებს ტყემლით მოკარგავ. ეს საოცრება. ესეც მორიგი იმერული შედევრი მაიკოსგან, სად არის? გადაცემათა ციკლი ჩემი კუთხის მასპინძელი. ვერ იქნებოდა სრულყოფილი რომ არა იმერული სამზარეულო და მაიკო მადლობა შენ იმისათვის რომ ესეთი უნიკალური კერძები მოგვიმზადე. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ. ძალიან საინტერესო გამოვჩნდებით მე მგონი. აჭარის ტელევიზია გემრიელად და აჭარელი ხალხი მიიღებს ჩვენს იმერულ კერძებს ძალიან კარგად, იმიტომ რომ თვითონ აჭარას საუკეთესო კერძები აქვს და საუკეთესო ავთენტური კერძები აქვს, თუმცა ჩვენ ხო საქართველოს შვილები ვართ ყველა და ყველა კუთხის სამზარეულო განსაკუთრებულად გემრიელია. მე დიდი მადლობა მინდა უთხრა ამ გადაცემას, რომ მიგვიწვია მე და თამარი ჩვენ იმერეთს წარმოვადგეთ, მგონია ძალიან კარგად თუ არა, ვეცადეთ წარმოგვედგეთ.
მოგვეჩინა ჩვენი კუთხის სამზარეულო. მადლობა მაიკოს, ასპინძელს და მადლობა ყველას, ვინც გვიყურებს.